მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. დღეს იუმორინას სტუმრები ბრძანდებიან სხვადასხვა სტილის, ჟანრისა თუ მიმდინარეობის ანსამბლები და ჯგუფები. დასაწყისში კი მინდა მოვიწვიო იუმორინას ერთ-ერთი დასაყრდენი და ბურჯი ჩვენი მშობლიური ანსამბლი ქუჩის მუსიკოსები გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით. ქუჩის მუსიკოსები სტუდიაში ოღონდ გიას სალამი ბატონო აბზანდი ჩემო ბატონო ეს თქვენთვის მშობლიური სტუდიაა და იოლად მოახდენთ ადაპტაციას მაქს მაგის გონივრული ეჭვი აბზანდი ჩემო ბატონო შეხსენება არც ფორმატისა გინდათ არც იმისა რისთვის ვარ შეკრებილი მე გავჩნდები და გიამ გააგზავნოს როგორც ხელმძღვანელმა აბატონო მოგესალმებით ჩვენ გადასცემაშეს რუბრიკა გასტროლები და ამიტომ დავიწყებთ ჩვენს გასტროლებიდან, მაგრამ სანამ ქუჩის მუსიკოსების გასტროლებზე გადავიდოდე, მანამდე უფრო წინა პერიოდის გასტროლები მინდა გავიხსენო. ეს იყო 1992 წელს, კარგი ხანია გასული, 24 წლის წინათ და სხვადასხვა ისტორიული გასტროლი იყო, იმიტომ რომ პირველი პირდაპირი ჩარტერული რეისი განხორციელდა მაშინ თბილისიდან, ასე ვთქვათ, მოსკოვის გვერდით ავლით. და საბჭოთა კავშირის გარეშე მოკლედ პირველად იყო განცდა იმის რომ მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შვილები ვართ და თანაც მნიშვნელოვანი ამბავი იყო იმიტომ რომ ჩატარდა ძალიან დიდი ჯერ საბალეტო და შემდგომ საოპერო ფესტივალი ერთ-ერთი ორგანიზატორები ჩვენ ვიყავით მამაშვილი ბაღაშვილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავარი ასე ვთქვათ ბაზა საბაზო კოლექტივი გახდათ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და მოკლედ მივდივართ მნიშვნელოვანი საქმე ესეთი სიამაყის განცდა გვაქვს და მართლა ძალიან ამაღლებული განწყობა გვაქვს იმიტომ რომ ესე იგი ვინ კითხავს მოსკოვს აღარ გვინდა ჩასვლა იქ არც რუსი მესაზღვრე არც რუსი მებაჯე და აი განწყობით მივდივართ შევედით აეროპორტში და ხლა გვაქვს ერთმანეთთან გადმოლაპარაკება აბა როგორ ხდება ეხლა რაინაზე უნდა შევასრულოთ დეკლარაცია ქართულად ვიტყვი შენ გენაცვალე ქართულად და მართლა გავიარეთ ქართულად შევავსეთ დეკლარაცია მე გავედით ეხლა სასაზღვრო ხო იცი მესაზღვრეები არიან მესაზღვრეების ქართულ უნიფორმაში ჩაცმულები დროშა ქართული და გავიარეთ პასპორტი მივიაცეთ ის ქართულად დაგვემშვიდობდნენ ჩვენს ქართულად ვთქვათ მადლობა და მოკლედ აი ძალიან ამაღლებული განწყობაა რომ აი პირველად გავდივართ აი მართლაც სხვა ასე ვთქვათ მასშტაბზე და ევროპაში პირდაპირ ვიფრინავ და გავიარეთ და ვეუბნებით რომ ეს უკვე საზღვარი საზღვარს გადავაბიჯეთ ხო გას ეს თვითმფრინავი ლაინერი ამით უნდა გავფრინდეთ საერთაშორისო რეისი პირველი რას ხედავ იქვე ტრაპთან ზის ასაკოვანი ქალი აცვია ბამბაზიის ხალათი, ფაჩუჩები, დახლი აქვს ესეთი, აბურეთ და ჩამოუჯდარია და ვაჭრობს. ანუ სადაც duty free უნდა იყოს, ხედავ რომ duty free. ესე იგი, ეს იმპერიებში რაც იყო სიგარეტი მაგნა, ელემი, ორცხობილა პიკნიკი, კონიაკი, შამპანიური, ეს იგი ფასიდან გამომდინარე, თან ფასები დებს იქვე. დიდი ალბათობით ფალსიფიცირებული. ერთ-ერთი ვინც იყო ის მოყვებოდა აეროპორტის თანამშრომელი ეუბნება, ჰე, ლამარა, მორჩა ეხლა დამთავრდა ვაჭრობა კაცო, მიფრინა თუ გეტრაპია და გამოწვია. ადგას ალბათონი ლამარა, აიღოს თავისი duty free, ჩაალაგა იმ ზოლებიან თავის ჩანდაში და წავიდა. აი, მაშინ მივხვდი, რამხელა გზა გქონდა რეალურად ევროპამდე გასავლელი. მაგრამ საინტერესო იყო იქაც ჩავედით მალტაზე და იქ საპირისპირო ვითარებაა. იქ ინგლისურად უნდა შევავსო დეკლარაციები და მაშინ ახლა ინგლისური შედარებით უფრო ჭირდა. ცოტა მიცოდა ყოველ შემთხვევაში ორნი ვიყავით 150 კაცამდე იყო დელეგაცია ორნი ვიყავით ვისაც შეგვიძლია რომ ინგლისურად შეგევსო და დადგა ძალიან დიდი რიგი იმიტომ რომ ორნი ჩვენი კი შევავსეთ მაგრამ სხვებიცას ვავსებთ და ერთი ჩვენი მეგობარია ესეთი ენაკვიმატი კაცი და საყველპურო ინგლისური იცოდა ხოთი წინა კითხვა ხეზი მეტი ხემეთ დიდას არ ჭირდებოდა იმის შევსებას და მოდი ბიჭო მე ვთხარი დაგვეხმარე ხო ხედავ ამბავია ხა მე სადვიციო მაგდენ ინგლისური არაფერი მე ვთხარი განსაკუთრებული არ გინდა აიღე თავარი არის მე ვთხარი ჩაწერო სახელი, გვარი და პასპორტის ნომერი. დანარჩენი რაც არის გრაფები მე ვთხარი იქ მისამართი და რაღაცები და რამე ჩაწერებ. თავარია დროზე გქენი, დროზე უნდა მოვასრულოთ. კი ბატონო, გავამართო და ერთ-ერთი ქალბატონი იყო გამოვართვა პასპორტი და წერს, იმის სახელი ჩაწერა, გვარი ჩაწერა, ნომერი ჩაწერა პასპორტის და მისამართი არ ეწერა იმაში პასპორტი. ამიტომ მისამართი უნდა ეკითხა. და თქვენი მისამართი ქალბატონო, იმავე დღე ქალაქი თბილისი წინამძღვრიშვილის 47-ია. ამან ესე გადაატრიალა შვილები და წინამძღვრიშვილს ითვლის ახლა როგორ დაძრა TCINM და ზღვრიშვილი ნამეტანი ბევრი ასო და შეხედა და კაი მაკლერივით გამოცდილი მაკლერივით ეკითხება
რიგის ქუჩა გატყობთ ხალბატონო. მე უფრო მაწყობს. იმან გადათვალე ხა ვაკეში რომია. რიგის 50 გადმოიყვანა ეგრევე. რიგის ქუჩა. რაც კი მოკლე სახელებიანი ქუჩები იყო. ლარსის ქუჩა, ბროსეს ქუჩა. თუ ყველა გადმოწერა აგეთ. 10 ქუჩი დავამთავრებ ჩვენი გაფორმება. ერთი იყო კიდევ კაი ამბავი, იქ უკვე თვითონ აი ოპერის ორკესტრანტებმა მომიყვნენ თავიანთ კოლეგაზე. ხა გვარს დასახელს არ დავასახელებ, მაგრამ გადასარევი ისტორია, ძალიან კარგი მუსიკოსია, ჰობოისტია. და გარდა იმისა, რომ ჰობოიზე უკრავს პროფესიონალურად, ჩინებულად ფლობს რამდენიმე ხალხურ საკრავს. ნუ განსაკუთრებით კარგად უკრავს დოლზე. და ეხლა მოგეხსენებათ, ოპერა დაისი იწყება ჯერ ჰობოის შესავლით, რომელსაც აი ეს მუსიკოსი ასრულებდა იმ წლებში. და იქვე არის ცეკვა ქართული, სადაც ნუ ასე აქვს ზაქარია ფალიაშვილს განსაზღვრული, რომ ორკესტრი უნდა ისდეს მედოლე. და დოლის პარტია განსაზღვრულია და უნდა ასე ვთქვათ შეასრულოს ვინმემ და რა გიღა ეს პროფესიონალი მედოლე იქვე იყო, შეთავსებული ქონდა და იმ მომენტში ცხადია ჰობოიზე არ უკრავდა და უკრავდა დოლზე და მოკლედ ორ საქმეს ერთად ასრულებდა. 2 იანვარია. და დილის სპექტაკლები მოგეხსენებათ 12 საათზე უნდა დაიწყოს სპექტაკლი დანიშნული. მოვიდა ეს და 6 საათამდე კაცო 1 იანვარს სტუმრები ყავდა და 6 საათზე მორჩნენ ესე იგი ურმარილს მოვიდა ნახევრად ფიზელი ნახევრად თვრალი და თვითონ პირველ პულზეზე და მეორე პულზე ვინ ზის ჰობოის იმას ეუბნება რომ დღეს მე ამ შესავლის დამკვრელი არა ვარ. მოდიო ჰობოის შენი მიხედეო და დოლიო მკვდარი რო ვიყო მაინც დავუკრავო. პრობლემა რომცო ჩამთვლი მოსო ეტყობა გზნობდა რომ მაგ კონდიციამდე იყო მისული რომ ჩამთვლი მოსო შენ ოღონდ ოდნავ ხარი გამკარიო და მე ჩემს საქმეს გავაკეთებ. აი ესე პირდაპირ ჰობოი გადადო, მოიმარჯვეს დოლი, დადო და ამ დოლზე თავი როგორც ეთყობა, ჩაქინდრა და წაუძინა. მაგრამ ისიც დათარი კაცო და რამე რო იყოს, გააგვიძებენ და დაუგრავს. მიდის ახლა მშვენივრად წყნარად ეს სპექტაკლი და მოგეხსენებათ ჰობოისტების გვერდით სხედან ფლეიტისტები. და ამ ფლეიტის ქალბატონს ერთ-ერთს ისეთი გამჭვირვალე ჟღერადობა, ეს ლირიკული და ბუზის გაფრენას გაიგონებ სიმებიანების ხმა დივიზიის მის ესე ჩუმა წყნარად ძალიან მშვიდი ესეთი რა ქვია ატმოსფერო ეს ჟღერადობა წყნარი და ამ დროს ამ ბედათ ამ ქალბატონს ფლეიტის ჩამოუცურდა პიუპიტრიდან ნოტები მეორე დაიხარა რომ დაიხარა ოდნავ გაკრა მხარი ამ ჰობოის არი გაკრაო და ამას ჩადებულია კაცო ზუსტად იცის რომ მხარის გაკრა და ისე დაწყება ერთი უნდა იყოს და არც აუწევია თავი აქ და დაცხო ესე იგი რა ძალიან გონეგ და შოქში ხო ჩავარდა ყველა და მე ყველაზე მეტად მომეწონა დირიჟორის რეპლიკა გააჩერეო კი არ ამბობდაო წართვით დონი იბიგრა გადავიდა ჭკუი და რეპკომა აი ესე დამთავრდა ეს სპექტაკლი აღლა ეს კაია კაცო მაგრამ ნეპოტიზმში ვარ დაგდო ბრალი მოусმინოთ ხმებსაც ასე ერა დაიმოუსმინოთ ჯოვადო შეეხება მამაჩემს ეს არის ის ვითარება როცა აი საქმე რო არაფერი გვაქვს ჰოლანდიაში ვარ გასროლებზე არაფერია საქმე და ნუ მამას ჩვევია რომ შვილთან ნუ მოკლედ შვილს უნდა რაღაცა უთხრას აუცილებლად დამრიგებლური და ეს რაღაცა ესეთია რა იქ ახასიათებს შენ მამას შეიძლება თელევიზია და კვირების განმავლობაში გრძელდებოდეს ეს ამბავი და მოკლედ ამ შემთხვევაში შველოდა ხოლმე მამაჩემს რომ აი რაღაც ესეთი რო იყო ხოლმე რაღაცა ან ველოსიპედით გავისაერნებდით ან რაღაცას, მოკლედ აი ეს დაღლილობა რაღაცა, შვიდდებოდით ორივენი და ის ისლანად იყო, მესლანად ვიყავით და კუნძულ ტექსელზე ვართ, აი ძალიან ისეთ კუნძულ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ველოსიპედით გასაერნება, იქ თვითმფრინავით შეგიძლია, ასე იგი, პარაშუტიდან გადმოხტე, ცხენებით იჯი, ყველაფერი შეიძლება და ნუ ესე იგი ველოსიპედით გავისაერნებდა. ჰოლანდიაში ძალიან ისეთი ხალხია, თავისუფლად მოაზროვნე. პირველად მაგალითად აი იმაზე სანაპიროზე რო გავედით, ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში, როცა ორი ქალბატონი ყველანაირი იმის გარეშე, რა ქვია, მოხმარების გარეშე, ლიფის გარეშე ჩვენთვის იყო შოკი და მე გავიხედო, რომ ყოველ თურმე ძაღ ყველა ეგრეა და მიღებული წესია გაბა. მე აღმოჩნდა, რომ კიდე არის ნუდისტების პლაჟები და ეს რაღაც ადგილები, სადაც კემპინგები აქვს და მოკლედ მე მივდივარ ველოსიპედით და მამაჩემი მოყვება უკან. აი ველოსიპედებს ესე დაბრკოლება აქვს, რომ რაღაცა ესეთ ადგილზე რომ შედიხარ, სადაც ხალხია. დაბრკოლება აქვს და აი შევედი ამ დაბრკოლებაში და შევედი. აი შევედი თუ არა და დავინახე რომ აი არც მეტი არც ნაკლები უკაცრავ და ეს აი ეს ქალი ძალიან კარგი მოხიბლელი ქალი ეს სრულიად არაფერი არ აქვს აი ეს არის მზეზე მიფიცხებული მთლიანად რომ არაფერმა შეაწუხოს და ეს არის
და მე როის დავინახე ხა ველოსიპედს ნავაჩემზე უფრო მოხერხებულად კი მართავ და კი დავინახე და შოკი კი მივიღე. მაგრამ მაინც განვაგრძელე და ესე მივდივარ მაინც და თან ესეთ რა მიწაზე მომიწე გადასულ და გავაგრძელე გზა და გავაგრძელე და რაღაცნაირად მახსოვს რომ გამოძვერი და ესე იგი დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ველოდები მამაჩემს. თურმე რამოსვია საწყალში, ესე იგი რომ ესე კამერა ეკიდა, იმიტომ რომ გადაიღოს ეს ყველაფერი, რომ ეს Excel-ზე სადავდივართ, როგორ დავდივართ, მე ინერვიულა, რომ შემოვიდა თურმე აქ და რომ დაინახე ეს ქალი, ეს რა? ეს რა აერია ეს საჭე? აერი მოადაეღვინჯა, რუი დავარდა ძირს და ეს 4 ეს აქედან ერთი ეს 2 ქალბატონი თან ის ხო არის, ანუ ყველა ლამაზი და ის ხო არის მომხიბლა. ეს 80 წლის ქალბატონები თავისი მოწონებული ჩემბატონო ყველაფრით ესე დაადმიან თავზე და ეს ძირსაგდია ეს კამერა ესე გორავს ის და Do you want help? We can help you. No, I will never know. I don't want help. მე რა ბისადახარ შენ რაღაცა. მოგეთ ესეთი გამწარებული და ესეთი ჩემზე გაბრაზებული მამა ჩემი დიდხანს არ მექნება რომ გამოვიდა, ნუ მე არ ველოდით რომ ესეთი გაბრაზება შეიძლება მომშეს. ეს იყო მე რა ბუდისტებთან დაკავშირებით ბუდისტების პლაჟია და ერთი ზის ჩაცმული თავიდან ბოლომდე მოადგა რომ კი მაგრამ არის ის შენ სათხარო კიო ნუდისტების პლაჟზე ვარო მეც ნუდისტი ვარო კი მაგრამ ჩაცმული რატო ხარო მე გარყვნილი ნუდისტი ვარ ჯობია გადავიდეთ მე მგონი ერთი ლამაზი მუსიკალური კომპოზიციაზე რომელიც სერიდან უკვე ქუჩის მუსიკოსებმა უნდა შესთავაზოთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ქუჩის მუსიკოსების სცენაზე თოთ.
დიდი მადლობა ანსამბლ ქუჩის მუსიკოსებს, ბევრჯერ გაეხარებინოთ თავისი ერთგული მაყურებელი. ჩვენი შემდეგი სტუმარი გახლავთ პოპულარული ჯგუფი ბანი. ხო, ხომძანი. აბა ბანი გითხარ ბანელებო, ხომძანი, გამარჯობა. რაცი აქეთ, რაცი იქით. გამარჯობა ჩემო, აბა დავიკავოთ ჩვენი ადგილები. ძალიან კარგია რომ ასეთი წარმატებები რითაც დაიწყეთ თქვენი მოღვაწეობა გრძელდება და არა მხოლოდ აქ ჩვენთან საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ღმერთმა სულ გამარჯვებებით გატაროთ ჩემო ბატონო. სანამ საუბარს დავიწყებდე, ჩემო ბექა, წარადგინე შენი მეგობრები და მე გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. ბესოკვიციანია ეს სვანი კაცი. მადლობა. მის გვერდით გიორგი ნიკოლაძე. მათე ფიცხელავა, რაულ ბიწაძე და შემდეგ შემოგვიერთდებიან მეტრეველი ბესო და გელა გოგიშვილი. კი ბატონო, აი ჩემო ბატონო, დიდი მადლობა. ხშირად swamენ ამ შეკითხვას მოგეხსენებათ, ახლა კაპიტალიზმია და სირცხვილი აღარა. ადრე ასეთი კითხვის დასმა კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა, უწესრობად ითვლებოდა და დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. კითხვა მარტივია. როგორი იყო თქვენი პირველი ჰონორარი? ძალიან უცნაური, ძალიან. მოყვები. კი ბატონო. მოკლედ დაახლოებით 2 წლის ჩამოყალიბებული იყო ჩვენი ჯგუფი დაახლოებით, ანუ გვიცნობდა ხალხი, მაგრამ ისე ძალიან არა. თან ისეთი პერიოდი, აი ბანკეტების პერიოდია, სკოლას ამთავრებენ ბავშვები და ჩვენ სანამ იწყება ძალიან გაჭირებულად ვართ რა, არც კონცერტები არ არის, არაფერი არ არის და ვზივარ და ველოდებით ვინმე რო დარეკავს, რომ რაღაც კონცერტი გამოჩნდეს, რომ რაღაცა ორი თეთრი სახში მივიტანო. მოდის ჩვენი მეგობარი ბესო, მეტრეველი და ბიჭებო, ამ დღესო არისო 150 ლარიანი საქმეო კაცზეო და იჯოს სერიოზული თანხაა რა თან მაშინ. აუ ყველას გაგვიხარ და გავგიჟდით, მოკლედ წავედით, მაგრა დაუკარით. სხვა შორის 2 საათი უკრავდით, კარგად გევიდა. დავიხარჯეთ ბოლომდე და გამოვედით ახლა გარეთ ველოდებით ჰონორარს. და ბესო მოდი ძალიან დამწუხრებული სახით. სრემლები ჩამოსდის მოკლედ და ამერიკა 100 ლარიანი და 50 ლარიანი. და გვაჩვენეს. ეს კი რა არის? ეს მოგწესო რა. ანუ იმად ეგონათ რომ 150 ლარზე წავედით 8 ადამიანი დასაკმაყოფილებლად. არა. მე რაც მოხდა აღარ მოყვები ძალიან. ასია ხო ის მაგრამ არაუშავს გასაცემად. საულის ძინის მწარიანი და ჰონორარის ძინის ეთყობა. მე გათმილდები მოსაყოლად კარგი ამბავია. აი ბესოს აქვს მეორე ძალიან უცნაური კურიოზის სიტუაცია მოგვივიდა ესეთი. ჩვენ ახლა მოგეხსენებათ გასტროლები გვაქვს ხშირად. ერთ-ერთ გასტროლზე ახლა წავედით რუსეთში. ქართულმა სათვისტომომ დაგვპატიჟა. სხვადასხვა ქალაქებში გავაკეთეთ კონცერტები. ჩავედით ერთ ქალაქში, მიდის ქეიფი ჭამასმა, კონცერტის მერე თავისთავად უყურებთ თან ბოლომდე ქეიფი. უყურებთ ხო? ბოლომდე ქეიფთან უყურებთ. ადიან ეს ლამაზი აი ქალები რა, რასაც ხო. მეორე ქალაქში იგივე, მესამე ქალაქში იგივე და მეოთხე ქალაქში სადღაც ზუსტად არ მახსოვს თან მეუღლე ყავს და ვერ ბედავდა. სადღაც მეოთხე ქალაქში სად ვიყავით ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ ესე იგი გვაძლევდნენ ნომრებს სასტუმროში, ვიყავით 3-3-2-2 კაცი ესე. მოგვიწია ამათ შეხვდა ერთსაწოლიანი. ერთსაწოლიანი. დიდი მოგიჭირდა, მაგარი მწვალები ვართ რა. ეხა ამდენი ლამაზ განაყურები ეხა. მესიზბრება, ეხა კაი სიტუაცია. ძალიან მაგარი სიტუაცია მესიზბრება, არ რაღაც მე-9 საათში და აი გუგუნებ რასაც ქვია. ამ ძილში ეხა ამ სიზმაში თურმე ესხერე ამიღერა განწირული ხმა მესმის ძილში რა შვები გოგავარ შეცეხა ეს იყო კურიოზის ვარიანტი ასაკეთებოდა მე კიდე კაი რომ გამაღვიძე თორე გადავჭი. ოთხი ქალაქი მოიარა. დღეს რა შეუსრულებ ჩვენ გულმას მაყურებელს, რა მოგვიბიზარდეთ? დღეს შევასრულებ ჩვენს ახალ სიმღერას. აფხაზური ბალადა. კი ბატონო, აბა უსმეთ ტექსტის ავტორი არის, მინდა ვთქვა, ამირან ჭიღლაძე. არანჟირება ბატონ ჭაბუკა ამირანაშვილი და ასე. ძალიან სასიამოვნო. აბა
გუფი ბადის სცენაზე ისმენ დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ სტუმრებს, უსურვოთ შემდგომი დიდი წარმატებები ბალსა და ბანელებს, მომავალი ახალი გასტროლები. ჩვენი განაცემის შემდეგი სტუმარი კი გახლავთ პოპულარული კვარტეტი სახელწოდებით თბილისური კვარტეტი. ორი აქეთ, ორი იქით. გაბრძანდით ჩემო ბატონო, პირველად არ ახართ ჩვენს განაცემაში და ბევრი რამ თქვენზე იციან. მიუხედავად ამისა, მაინც წარადგინე მონაწილეები. თემოდა. შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. ილია ბახუაშვილი მეორე ტენორი, ლუკა ანთიძე ბანი, დაჩი ბახუაშვილი ბარიტონი და თქვენი მონემორჩილი თემო რიჟამაძე პირველი ტენორი. ძალიან კაი ჩემო ბატონო, ძალიან კარგი. თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ გასტროლების თვალსაზრისით, კონცერტების თვალსაზრისით მიდის საქმე წინ, მზარდი ჯგუფია, მზარდი კვარტეტია, მაგრამ ერთი მთავარი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, რომელსაც ქვია დისკის საკითხი. შეიძლება დისკის პრობლემას კი დავარქვათ და რადგან სავიზიტო ბარათი ალბათ ჯგუფის ერთ-ერთი უმთავრესი არის დისკი, მაგრამ ვერ დავაბრალებთ ჩვენ თავს, რომ ჩვენ თქვათ ვართ თავმოუგმელები და ვერ დავაორგანიზეთ ეს საკითხი. არა, უფრო ალბათ მატერიალური მხარეა, რომელიც ყველა ჯგუფს გავლილი აქვს ეს გზა და ჩვენ ცოტა მორიდებული ხალხი ვართ. ეს ფული რო არ არის, გვიჭირს რომ თხოვოთ ვიღაცას ფული და თავის ინიციატივით ამ ფულს არავინ არ იძლევა. ის ამბობთ. არის ასეთი რეალობა. შესაბამისად ერთ დღეს დავსხედით ბიჭები და მოვიფიქროთ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა და მივედით ერთ დასკვნამდე რომ რადგან ჩვენ ვერავის ვერ ვთხოვთ ამ თანხას
ხანდახან გვიწევს შეძლებულ ადამიანებთან სტუმრად ყოფნა, ხან ღონისძიება, ხან რაღაც სპეციალური მიწვევაა და იქნებ წამოწდეს მაინც. ვინმეს რომ ბიჭებო, რამე ხომ არ გჭირდებათ? საჭირო რამე ხომ არ არის? აი ეს კითხვა თუ დაისმება, მაშინვე რომ ეს არ მომენტი არ გამოვტოვოთ და მაშინვე თქვათ რომ დისკი არა გვაქვს და იქნებ ვიღაცამ დაგვიფინანსოს და ნუ ეხლა თქვით რომ ვინ იტყვის ამას? ნუ ვინ იტყვის და ყველამ ჩემსკენ გამოიშვირა ხელი, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ, მე უნდა ვთქვა პირველი სიტყვა და ასე შემდეგ და კი ბატონო ვიტყვი და ჩამებეჭდა ეხლა მე ეს გონებაში. ჩვენი ერთ დღეს სუფრაზე ვართ მიწვეული, ძალიან დიდი დღესასწაული აღინიშნება საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, შესანიშნავი მასპინძელი, შესანიშნავი სუფრა, ვსხედვართ სუფრასთან და შემოდის ეს ტრადიციული ქართული კერძები, საფირმო, უგემრიელესი რაღაც განსაკუთრებული და წრალად მოგეხსენებათ, ეხლა ტელეეკრანზეც ჩანს კვებასთან არც ერთი არა ვართ. ეს საფირმო ნაჭრები მოვიმარაგეთ. შევექცევი და როგორც ჩანს მასპინძელი შემოვიდა და ბიჭები ესე გვერდ-გვერდ ვსხედვართ როგორც ახლა და დაინტერესდა მასპინძელი, ყურში ჩამესმის, მე თან შევექცევი და ბიჭებო, როგორ ხართ, რამე საჭირო ხომ არ არის? და ამ დროს ვიგრძენი მუჯლუგუნი, რომელიღაცის გვერდში ვარ დადგა ინდრო და ეს საფირმო ნაჭერია და ნახევარი ლუკმა პირიდან გამომივარდა და მასპინძელს მივაწეს თქვა, დისკი არა გვაქვს. გეკითხებოდა ადამიანი მწვადი ხომა შემოგაჩა. თამდევია, ხელოვნებისთვის ეგაბავი. აი დღეს რა შესთავაზებ ჩვენს მის მაყურებელს? დღეს რა მოგვიბზადეთ? დღეს ვიმღერებთ დიდი მაესტროს ბატონი ჯანსუღ კახიძის შესანიშნავ სიმღერას სიყვარული ძნელია. აი გაგახარატო და უპრიანიცაა, იმიტომ რომ დიდი მაესტროს იუბილეა 80 წელი შეუსრულდა ბატონ ჯანსუღ კახიძეს. ხო, სცენაზე. სიყვარული არ იქნება ძალა და მე ცხალივით მოფრინდება მოვა თავის საბადა მაგრამ თუ კი სიყვარულმა გულში მოიგალათა მერე მასთან განშორება ნუ რას უკაცრავდა დელია სიყვარული ძნელია ძნელი მოსასვლელია დელია და რაც უფრო ძნელია უფრო სასურველია უფრო სანადელია დელია დღე ღამე არ მასვენებს გოგო შენზე ფიქრები შენ თუ ვეღარა მოგიარე რაღა ბიჭი ვიქნები სიყვარულმა თუ კი ერთხელ გულში მოიგალათა მერე მასთან განშორება ნუ რას უკაცრავდა დელია სიყვარული ძნელია ძნელი მოსასვლელია დელია და რაც უფრო ძნელია უფრო სასურველია უფრო სანადელია დელია სიყვარული არ იქნება ძალა და მერცხალივით მოფრინდება მოვა თავის საბადა სიყვარულმა თუ კი ერთხელ გულში მოიგალათა მერე მასთან განშორება ნუ რას უკაცრავდა დელია სიყვარული ძნელია ძნელი მოსასვლელია დელია და რაც უფრო ძნელია უფრო სასურველია უფრო სანადელია დელია დიდი მადლობა უსულო ჩვენს ნიჭიერ კვარტეტს ახალი წარმატებები ესეც ასე თბილისური კვარტეტი უკვე მოვისმინეთ ახლა კვინტეტის ჯერის დადგა ჩემო ბატონო დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიოთ ჩვენ სტუდიაში პოპულარული კვინტეტი ურმული ხო ომზადი ბატონო სალამი ბატონო აქედან ზადი ნაწილი იქით და უმარჯოს აბა დაბძანდით ჩემო ბატონო და მოეწყეთ როგორც საკუთარ სახლში
მაგრამ არ დაგოსოს სტუმრთა ვართ. ეხლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიამოვნებით მინდა გავუწყოთ, რომ ვინც არის ის რა თქმა უნდა მათ მიმართავ, რომ ეს გახლავთ ძალზე პოპულარული და ორიგინალური კვინტეტი, რომელსაც როგორც სტუმრებს ისე ვიწვევთ რუბრიკაში, ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში გასტროლები. ეს არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ ამ დიდებულ კვინტეტს ჩემო ბატონო მარტო ევროპის ქვეყნებში 500-ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული გასტროლები. გარდა ამისა არის კიდევ ერთი ძალზე სასიამოვნო ამბავი ის რომ ევროპის რადიო გაერთიანების ოქროს ფონდში დევს მათი ჩანაწერები ჩემო ბატონო. გამოშვებული აქვს 6 კომპაქტ დისკი, ხოლო თავად ანსამბლი ჩამოყალიბებულია 1993 წელს და ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ნუგზარ ქავთარაძე. ეხლა ბატონი ნუგზარი თავად წარადგენს მონაწილეებს და მე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. სიამოვნებით. თამაზ მამალაძე გახლავთ, რომელიც უკრავს ბანის ფანდურზე თითქმის ყველა ხალხურ საკრავზე, მაგრამ განსაკუთრებით ნერვებზე. დავით რატიანი, რომელიც უკრავს ჩვენთან ჩოგურ დაბალბალზე, გელა ტაბაშიძე, რომელიც ეხლა ხალხს შემოგვიერთდა, სულ 2 წელიწადია შეიცვალა ჩვენთან მესალამურე და შალო აბრამაშვილი, რომელიც უკრავს უძველეს საკრავზე წუნირზე. აი ეს არის ჩვენი შემოგვიერთება. ძალიან სასიამოვნო ჩემო ბატონო. როგორც მოგახსენეთ ახლა ჩვენ დღეს იუმორესთან სტუმრად ვართ რუბრიკაში გასტროლებზე ძალიან ხშირად ვბრძანდებით ჩემო ბატონო, დავიწყოთ საგასტროლო ისტორიებით, მანამ ვიდრე თქვენს შესანიშნავ ხელოვნებას სცენიდან გააცნობდეთ ჩვენს ვირბას მაყურებელს. ბატონო ჯიმალ, ესე იგი, კვინტეტის სპიკერი ბატონი თამაზია, როგორც ვატყობ. ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ ევროპაში 500-ზე მეტი კონცერტი გვაქვს ჩატარებული და უამრავი კურიოზი ახლავს ამ კონცერტებს. ეხლა უცბად გამახსენდა ერთ-ერთი კურიოზი, რომელიც ფრანკფურტის ძველ ოპერაში დაგვემართა. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ცნობილი ოპერის შენობა არის, შევდივართ იქ და თავი ზღაპარში გონი აქეთ გვიყურებს ეს გენიოსი მუსიკოსების სურათები აქ. სოლო კონცერტია მისაცემ, სოლო. შეველით საგრიმიეროში, ჭყვაზე არ ვართ ეხლა, რავი ფრანცებით ყველაფერი გამიზადეთ და საცა უნდა გავიდეთ სცენაზე. ამ დროს გვარს არ დავასახელებ კოლმერდოვის ერთ-ერთი თავმჯდომარეს, გამოვიდა. გადის შარული. ჩოხის შარული რა. ვისი არის შარვალიო? ვა. კაცო, დავიხედეთ, ყველას გვაცვია. გადის გააგზელა მან სიარული და არავის არ ყოფილა მიაგდო. აბა უნდა გავიდეთ, დაიხდა თვითონ არასვია შარვალი. აი რა აღარ ხდება როცა თვითონ ეს ეზარებოდა ხოლმე და ახალუხიანად იწვევდა ჩოხას ძედო ეგ. ესე მოუვიდა. ყველაზე დიდ ინსტრუმენტზე ბატონი დავით რატიანი უკრავს და. კი, მაქვს ეს პატივი რომ დავატარებ ამდენი წელია 91 წლიდან მოყოლებული როცა ტელევიზიის ხალხურ საქართველოში მივედი და საზოგადოებრივ არ მომხდარა ეს ამბავი, მაგრამ კახეთში იყო დედოფლის წყაროებში, როდესაც გასტროლებია, დედოფლის წყაროებში სოფელ აბოშიში, აი შუქებიც არ იყო და იყო ეს ინსტრუმენტი ხან გამაქვს კულისებში, ხან შემოვდივართ, ხან გამოვდივართ, მაშინ კელაპტართან ერთად იყო ეს ამბავი, მაგრამ მაინც ურბულისთან დაკავშირებით და ორი კახელი ზის ახლა ეს შუქები ესე ჩანს რომ მეოთხე მეხუთე რიგში ზიან და რაღაცა ჩურჩულებენ, თან ზესუმზირას აკნაწუნებენ რა, ისიც კი ის. იზოლდა ფიფიამ ღერეს მეგრულ სიმღერას ეს ინსტრუმენტი გამოვიტანე და ერთი მეორეს ხმამაღლა ეუნება. კაცო, ჯო, კიდე გამაათრიე კუბ თავსახურია. მიმაგ. აერკო კუბოს თავსახური. ისე ჩონგური დაბალიბანი ქვია სრული და დასახელდა. რა სალიტყვის გაგელი გადის. კიდევ ერთი კურიოზი გამახსენდა ბატონო ჯევალ ამ შემთხვევაში კაიროში ვართ, იქ ოპერის თეატრში გვაქვს კონცერტი. ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ ანსამბლს გავყევით გასტროლებზე. და ეხლა იქ დიდი საფრთხე არის ტერორიზმის და ერთი 5 კორდონი უნდა გაიარო რომ ოპერის შენობაში შეხვიდე. ორი დღეში ორი კონცერტი გვაქვს 12 საათზე და საღამოს 6 საათზე. მორჩა ის პირველი კონცერტი დოლგარმონს დამთავრება რაც არის და თელი მოსაკები გაშფნენ მაღაზიებში. კვინტეტი ვზივარ და ლაპარაკობთ. ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენს გვერდით გოგოების გასახდელია. ამ დროს სიჩუმეში წანი და რაღაცის მსხრევის ხმა კედელზე მოასყდა რაღაცა. ვა. კიდე მეორე კიდე ლაწანი მოდის და იქიდან ხვები გამოწ უშეისეთო შეასეთეთ მე გამიშვი ერთი ამბავია კაცო ალიაკოთ გავაღე კარები და ერთი 30 პოლიციელი დგეს კარებთან ამ საგარდიდობის კარებთან და ვერ შედიან ფიქრობენ რა გააკეთონ კაცო ხლა სცენაზე ხანჯული ნახეს და ფარიკაობა ნახეს ამბობენ ეს არის დაფიქრებული გავაღე ამ გოგოების კარები რაღაცები ავიცილე ხმა რა მომიყიებ დავკეთე კარები და გამოველი no problem repetition გაიპარეთ
განსაკუთრებით მომეწონა გერმანიის გასტროლებად ეს იმისთანა პერიოდია, როცა ისედაც გასაჭირი იყო აქ, მაგრამ ბედი არ გინდა კაცო გერმანიაში დალაგებულ ქვეყანაში ჩასულებს დაახვედრეს ავტობუსი მინივენსო ეძახიან ავტობუსი რომელიც როგორი იყო ბეტონური როგორი იყო რო აქ ჩვენთან რო იტყვიან ხმურად კენესკის და კოლჩაკის დროინდელი გამოშვება იყო 94 წელს გამოშვებული იყო 9 ადგილიანი ავტობუსი ძლივს დადიოდა მაქსიმალური სიჩქარე იყო 90 კმ/სთ სიჩქარე არა 80 მერი აცაგდაგებდა დადიან სხვა და ჩვენ მივიღავთ ნელა სეულეთ და კიონის მხარეში ქონდა ჩილდასალთ გერმანიაში კონცერტები ჩვენი მენეჯერიც გვახდა მაშინ და ჩვენი მეგობარის და კონცერტამდე არ მისული შუა დღეზე დაიწყო ფურთხუნი რაღაცა უცებ ბოლი გაუშვა არიქა ეცა ქავთარაძე და გამოგლიჯა ეგრეთ წოდებული კლემა და ნუ გადავჭით ეს ეგა დაწვაზე გადასწავლე დავიწყეთ გავშალეთ ეს თამაზი კარგად ის ეგ საქმე რატომ დანარჩენი ორი მაშინ სხვები იყვნენ ესენი და ცალკევით ასე ვთქვათ იზოლაციას არა ქონდა ლეიკოპლასტია სააფთიაქოსი და იმით დავახვიეთ მოკლედ გამომართეთ როგორც იქნა დაიქო გოგონ გასაღები აღარ ძურება იქიდან გაჭედილია რა მიწოლით იქოქება არიქავი უშუალო მივედით ამ კონცერტზე ჩავატარეთ ჩვენი რაღაცა და ღამის 11 საათზე ბრუნდებით ისე კიონში უნდა დავბრუნდეთ მოაკვდა მაგდანას რუჯასავით კიდე გაჩერდა პატარა სოფელია რაღაცა კიდე გაჩერდა არაფერი არ შეუძლია არც იქ არც აკეთმოდის რა ვქნათ ეხლა რა ვქნათ ეს მენეჯერი საგუნებელში რა უყვა ხალხს ახლა ამშოვა და ბოლოს ისე დავიწყე ჩვენი ხელით ისა უჩხილ კედელად 1 საათ ნახევარი მაინც ვიდექით ამ ქალაქში და დაიქოქა და გადარჩენილები ვართ ხა ქართული გვინეები ქონდათ ამ მაგალითად წაღებული ჩანაწერები რაღაცა გავხსენით ერთი ბოთი დავასხით და იმაში ლაპარაკში ოხ შენ გენაცვალე უფალო რო გადაგვაჩინე ახლა მიდიოდა არ მოყვა დღეს სირენებით პოლიცია მაშინ ეს მენეჯერმა უთხრა აი გავფუშტავ მანქანაო და ეს ქართველებია კაცო თავისი ხელით გააკეთოს ესე მე რო სოფტო ქუჩაში ვიყ დარეკეს ჩვენთანო აი ეგეთი წესი აქვს მაგათო რო რამეს გააკეთებენ თავზე უნდა აღნიშნონ აუცილებლად ძღოლი თუსოს არა ძღოლიას მაშინ კაი კარგად არა დღეს ვიდღარ გაუბედურებული მაგას თამაზი თატარებდა ეს გაიქცა საინტერესო მართლაც ახლა საქართველოში იყო პერიოდი როცა ძალიან ჭირდა ბენზინები რა და იყო დამიჭირე გამიშვი ხო და დაჩეულია თამაზი ამ პერიოდს იყო და დაჯდა ამ მიკროავტობუსზე ამ ცნობილ მიკროავტობუსზე და ავტობანზე მიდის ნუ 120 140 180 მიქრიან მანქანები ჩვენი მიკროავტობუსი მიფრინავს 80 და დაღმარს დაინახავს გამოჰკრავს ხაზ და გაახალასტებს და ეკონომია და სტეფანმა რო დაინახა თამას რასები გერმანელია სტეფანი გაგიგეთ მე ესეთი დასვლა გავაკეთე ჰუმანური ხალხია ზმო გერმანელი ვიფიქრეთ ახლა ამ გაუბედურებულ ქვეყანაში ჩამოსულებ მერსედესის ავტობუსი რო მივცეთ გული არ გაუსხდეთ არის ომერდა რაღაც ვიძოლი გავიდე ეთრის და პატიოსანი აი ახლა კი სცენაზეა კვინტეტი ურმული თავისი საფირმო მუსიკალური კომპოზიციით ხორუმი
დიდი მადლობა ანსამბლ ურმულის შესანიშნავ მუსიკოსებს. ჩვენი გადაცემა კი დასასრულს მივახლოვდა გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო მგურნალი.